ნინო შოშიაშვილი, კომპანია გაამოს დამფუძნებელი. ჩემი ისტორია დაიწყო 2019 წელს, როდესაც გადავწყვიტე სახლიდან წამოსვლა და ჩემი ბიზნესის დაწყება. თავდამუშაობდი სახლიდან 2 წელი. მე თვითონ ვაკეთებდი უშუალოდ პროდუქციას, ჩართული ვიყავი, თუმცა ამჟამად უშუალოდ პროდუქციის გაკეთების პროცესში არ ვარ ჩართული, თუმცა ხანდახან მიწევს ხოლმე რაღაც გარკვეული ყურადღების მიქცევა. გარდა ამისა, სხვა დანარჩენი, რაც შეეხება ბუღალტერიას, ლოჯისტიკას, კრეატივს, სოციმედიას, გაყიდვებს და ხანდახან კურიერობასაც ვითავსებ. თვითონ ორცხობილებს რაც შეეხება, თავდაპირველად ხელით ვხატავდი და თან ვსწავლობდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს ტექნიკა და ინტერნეტიდან ვისწავლე YouTube-ის მეშვეობით ძირითადად. თუმცა მას შემდეგ რაც აწარმოეს გრანტი ავიღე, შევიძინე ორცხობილების საბეჭდი პრინტერი, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდის და არის 100%-ით უსაფრთხო, ანუ საკვების აღებაობის მხრივ. და ეხლა უკვე ჩვენ გარდა იმისა, რომ ხელით ვხატავთ ამ ორცხობილებზე, შეგვიძლია გადავყენოთ ნებისმიერი პრინტი. ამჟამად ვართ 4 ადამიანი, მე და 3 თანამშრომელი. თუმცა პერიოდულად წლის განმავლობაში, ანუ სეზონურად დაახლოებით 10 ადამიანს ვასაქმებ. დეკემბრიდან ნოემბრის ბოლოდან ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს და მთელი დეკემბრის პერიოდში, ასევე წინასაღდგომოდ გვაქვს აქტიური მუშაობა, იმიტომ რომ ორცხობილების გარდა პასკებსაც ვაკეთებთ და დანარჩენი მთელი წლის განმავლობაში უკვე ეს კადრი საკმარისია, რაც გვაქვს. 2022 წელს ავიღე აწარმოეს დაფინანსება მცირე ბიზნესის მიმართულებით და ეს თანხა დამეხმარა, რომ გამეხსნა ჩემი საკონდიტრო სივრცე. ბავშვებიდან მიყვარდა ცხობა, განსაკუთრებით კი მიყვარდა ჩემი გამომცხვარი ტკბილეულით ადამიანების გამასპინძლება. როდესაც პირველად ვნახე ჯინჯერის ორცხობილები, რომლებიც იყვნენ მოხატული მინანქრით, სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ორცხობილები რაც შეიძლება პოპულარული გამეხადა საქართველოში. იმ პერიოდში საქართველოში არ იყო ესეთი პოპულარული ჯინჯერის ორცხობილები და ბევრი ადამიანისთვის ეს იყო უცხო პროდუქტი. დღესდღეობით ძალიან გაიზარდა პროდუქტის პოპულარიზაცია და თითქმის ყველა ადამიანმა იცის თუ რა არის ეს ორცხობილა და ერთხელ მაინც გაუსინჯავს. ჩვენი ტკბილეული, რომელსაც ვაწარმოებთ, ეს არ არის მხოლოდ ტკბილეული, ეს არის ასევე საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ აჩუქოთ გოთვის ძვირფას ადამიანს და შემდეგ ამ საჩუქარს დააგემოვნებს და ორმაგი დატვირთვა ექნება ამ საჩუქარს. რაც შეეხება პროდუქციას, გარდა მზა ორცხობილებისა, ჩვენ ვაკეთებთ ასევე მოსახატ ბოქსებს, რომელზეც გვაქვს ძალიან დიდი აქცენტი, იმისათვის რომ ადამიანები ჩაერთვნენ შემოქმედებით პროცესში და თვითონ შექმნან ეს სილამაზეები. გარდა ამისა, ვატარებთ აქტიურად მასტერ-კლასებს და ვასწავლით ბავშვებს თუ როგორ მოხატონ ორცხობილები. დიზაინებს, სხვადასხვა დიზაინებს ვარჩევთ თემატურად, დღესასწაულების მიხედვით ძირითადად. ან კიდევ დაბადების დღის საქორწინო ორცხობილები გვაქვს, დაბადების დღეები გვაქვს, ახალშობილის ორცხობილები, სქესის გაგების ცერემონიალისთვის, ნათლობისთვის გვაქვს და სხვადასხვა ივენთებისთვის გვაქვს ორცხობილები. დღესდღეობით ძალიან პოპულარული გახდა ჯინჯერის ორცხობილების წარმოება საქართველოშიც.
და უკვე ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს, თუმცა ეს კომპანიები ძირითადად დღესასწაულებზე აწარმოებენ ამ რწყობილებს და ჩემი მიზანი არის, რომ ეს რწყობილები არა მხოლოდ დღესასწაულებზე მოიხმარონ, როგორც არის აღდგომა, ახალი წელი, არამედ ყოველდღიურობაში, ეს იქნება დაბადების დღე, უბრალოდ საჩუქარი თუ შეიძლება საერთოდ მიზეზის გარეშე აჩუქო ადამიანს ეს რწყობილა. საწყის ეტაპზე, როდესაც სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ის იდეა, რაც ჩამოყალიბებული ჰქონდათ, სწორად დაინახო, როგორ შეიძლება გაიტანონ ბაზარზე, გაიგონ მომხმარებლის ნამდვილი ღირებულებები, ნამდვილი ფიდბექი გაიაზრონ და ამის მიხედვით გადააწყონ თავისი ოპერაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსის მოძიება და გუნდის სწორად შერჩევა, იმიტომ რომ ბევრი რთული გზის გავლა მოუწევთ გუნდის წევრებს სტარტაპის მშენებლობის დროს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტარტაპის დაწყების მომენტში, რა თქმა უნდა, ფინანსური შეზღუდული გვაქვს და გუნდის წევრების ეს პროფესიონალიზმი და სკილები ისე იყოს დაკომპლექტებული, რომ იმ საქმეს ადგებოდეს. ყველაზე რთული მცირე ბიზნესებისთვის და ასევე ჩემთვისაც ვფიქრობ არის გარკვეული წინააღმდეგობების შემდეგ ფეხზე დადგომა, იმიტომ რომ ჩვენზე ძალიან მოქმედებს გარე ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეს იქნება პანდემია, ყველაფერი რაც ადამიანებზე ზოგადად ნეგატიურად მოქმედებს. იმიტომ რომ ჩემი პროდუქტი ზოგადად არის ბედნიერების პროდუქტი და როდესაც ადამიანები ნეგატიურად არიან ამ პროდუქტს ნაკლებად ყიდულობენ და არ არის საჭიროება ამ პროდუქტის მოხმარება. თუმცა თვითონ ეს პროდუქტი იმიტომ შეიქმნა, რომ უფრო მეტად გავაბედნიეროთ ადამიანები და პატარა წვლილი შევიტანოთ მათ გახარებაში და გაბედნიერებაში. ჩემი რამ ბიზნესის დაწყება მინდოდა და არ მქონდა საწყისი კაპიტალი. და ვიფიქრე იქიდან გამომდინარე, რომ სამზარეულოშიც მიყვარდა რაღაცების ტკბილობის მომზადება და ის კაპიტალი, რაც გამოჩნდა იმ პერიოდში, საშუალება მომცემდა, რომ ეს მცირე ბიზნესი დამეწყო, ანუ კონკრეტულად რწყობილების მოხატვა და შემდეგ უკვე რეალიზაცია და ჯერჯერობით ამართლებს. პირველად აწარმოეს გრანტი შევავსე, როდესაც ძალიან ახალი დაწყებული მქონდა საქმიანობა და იმ კითხვარში, რომელი კითხვარიც იყო, ვერ შევავსე სრულყოფილად, უბრალოდ მე თვითონ არ ვიყავ იმისად და არ ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა და შესაბამისად უარი მივიღე. შემდეგ უკვე მეორე წელს უფრო თავდაჯერებული ვიყავი და უფრო გათვითცნობიერებლად შევავსე გრანტის განაცხადი. ავიღე დაფინანსება 30,000 ლარი და ეს თანხა დამეხმარა, რომ გამიხსნა საკონდიტრო. მანამდე როგორც უკვე აღნიშნე, მუშაობდი სახლიდან. გრანტის დახმარებით შევიძინე ძვირადღირებული ტექნიკა, ეს არის პრინტერი, ორწყობილების საკვები, ღუმელი, რომელიც ორივე ბრენდი არის მსოფლიოში წამყვანი ბრენდი და ასევე სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც სამზარეულოს აღჭურვილობისთვის არის საჭირო. ამჟამად აქტიურად თანამშრომლობ აწარმოებასთან, გავდივარ ძალიან ბევრ პროგრამებს, ტრენინგებს, რომლებიც გვეხმარება მეწარმეებს, რომ გავიზარდოთ. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებშიც ვიღებ მონაწილეობას ყველა იმ ტრენინგსა და სწავლებაზე, რომელიც მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი. ამჟამადაც აქტიურად თანამშრომლობ აწარმოებასთან, შევსებული მაქვს განაცხადი ბიზნეს სესხის სუბსიდირების პროგრამაში და იმედია, რომ მივიღებ დადებით პასუხს. სამომავლოდ ვაპირებ, რომ გავხსნა კაფე, სადაც ადამიანები უშუალოდ მოუვლენ ჩვენ სივრცეში და აგემოვნებენ ჩვენს რწყობილებს და არა მარტო რწყობილებს, იმიტომ რომ სხვა ტკბილობის დამატებასაც ვაპირებ და ასევე შეიძენენ სურვილის შემთხვევაში. ანუ ჯერჯერობით საკონდიტრო უფრო ონლაინ რეჟიმში მუშაობს, ანუ წინასწარ შეკვეთებს ვიღებთ, ან B2B ბიზნესზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ ისეთი წერტილი მინდა, რაც უფრო ხალხმრავალ ადგილას იქნება და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს გაეცნოს ჩვენ პროდუქციას და დააგემოვნოს. დასაწყისში, როცა სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ფინანსები რაღაც მალე მოიზიდოს და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის გრანტები, თუნდაც ეს ჯიტას საგრანტო პროგრამა, ასევე ჩვენ ქვეყანაში შემოსულია 500 გლობალი, რომ მათი პროგრამებით საკმაოდ ხშირად არის ყოველწლიურად ტარდება.
ასევე არის სხვადასხვა კონკურსები და ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ რეალური ინვესტორთან ფიჩინგისთვის, გასაუბრებისთვის და კარგი მოსამზადებელი საშუალებაა, რომ ეს მინიმალური პროდუქტი შევქმნათ და მოხმარებლებს გავაცნოთ უკვე. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითონ იდეა იყოს ისეთი, რომ გლობალურ ბაზრებს ადგენდეს. მაგრამ აქ დასაფიქრებელია ისაა, რომ ახალ ბაზარზე შესვლისას ძალიან ბევრი გამოწვევაც არის. რაც კულტურული, ახალი ხალხია, სხვა ინტერესები აქვს, სხვა გამოწვევები აქვს და არ უნდა დავკარგოთ დრო არასწორად შერჩეული ბაზრისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დროც და ფინანსებიც. რაც შეეხება ეს როდის უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც უკვე ლოკალურ ბაზარზე ვალიდაციას გაევლის პროდუქტი და უკვე საჭიროებს რაღაც დააფიქსიროს სწრაფი ზრდა გლობალური ბაზრის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან ბევრ ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, თითქმის ყველა ფესტივალზე, რომელიც ფართო მასშტაბიან ფესტივალზე, რომელიც იმართება თბილისში. და B2B ანუ ყავს ეს ჩვენი მაღაზიები, სადაც ჩვენი ტკბილეული იყიდება. პირველი ფესტივალი, რომელიც ასეთი წარმატებული ფესტივალი იყო, ეს იყო ახალი წელი, თუ არ ვცდები 2020 წელი იყო, მაშინ რესპუბლიკის მოედანზე იდგა ნაძვისხე და აი ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი გავიცანი, იმ პერიოდში საქმე მუშაობდი ონლაინ სრულად და ფიზიკურად ძალიან მცირე შეხება მქონდა მომხმარებელთან და როდესაც უფრო მივხვდი თუ რა ჭირდებოდა მომხმარებელს და უფრო მომხმარებელზე მორგებული პროდუქცია შევქმენი. ჩვენ პროდუქციაში ვიყენებთ მაქსიმალურად უსაფრთხო ინგრედიენტებს და განსაკუთრებით ყველაზე ესეთი ინგრედიენტი არის საკვების აღებავი, რომელიც ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის, ეს არის ევროპული ხარისხის იტალიურ საღებავებს ვიყენებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ტკბილეული, რომელიც ბავშვებამდე აღწევს, არის მათთვის უსაფრთხო. როდესაც საკვებთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ ყველა ინგრედიენტს ვიყენებთ ძალიან მაღალი ხარისხის და განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს საკვების აღებავზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მავნე დანამატებს. ასევე ჩვენ არ ვიყენებთ დანამატებს იმისათვის, რომ განვახანგრძლივებთ ორცხვილების ვარგისიანობა. მათ აქვს ბუნებრივი შენახვის ვადა და აი ამ ბუნებრივი შენახვის ვადაში ხდება მათი რეალიზაცია. ძალიან გვიყვარს მასტერკლასების ჩატარება, იმიტომ რომ ბავშვებისგან ზოგადად ძალიან კარგი ენერგეტიკა მოდის და ძალიან უყვართ ჩვენს მასტერკლასებზე მოსვლა, ორცხვილების მოხატვა და შემდეგ ამ ორცხვილების დაგემოვნება. ამჟამად მასტერკლასებს ვატარებთ როგორც ჩვენ საკონდიტრო სივრცეში, ასევე თანამშრომლობთ სხვადასხვა სტუდიებთან და შეგვიძლია სხვადასხვა სკოლებში, ბაღებშიც მივიდეთ და იქ ჩავატაროთ მასტერკლასები და მასტერკლასების გარდა ასევე გვაქვს როგორც აღმოჩნდა მოსახატი ბოქსები, რომლებსაც მყიდულობენ და სხვადასხვა დღესასწაულებზე ღონისძიებებზე იყენებენ უკვე სკოლებში ან ბაღებში. ბავშვთან კომუნიკაცია არ მიჭირს, იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში მუშაობდი საბავშვო ბაღში აღზრდელად და სწორედ მაშინ ყველაზე მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ბავშვთან ურთიერთობა. და დღეს ეს მასტერკლასების მეშვეობით აი იმ დანაკლის ვავსებ, რაც შემდეგ საბავშვო ბაღის შემდეგ მაქვს. და ძალიან დიდი ემოცია მოდის ბავშვებისგან, ძალიან ეს თქვათ სუფთები არიან, ღიები არიან, კრეატიულები და ხშირად მასტერკლასებზე ისეთი იდეები წამოსულა მათგან, რომელსაც მე თვითონ არ მოველოდი და შემდეგ გამომიყენებია და დამინერგავს. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ციფრული მარკეტინგი, რომელიც სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ არ მიყვარს, ანუ მე ტრადიციული მარკეტინგის მომხრე ვარ და გაყიდვების, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ციფრულ სამყაროში, ყველაფერმა ციფრულ სამყაროში გარდაინაცვლა და ჩვენც იძულებულები ვართ, რომ ციფრულ სამყაროში უფრო გავაქტიურდეთ, რასაც დღესდღეობით აქტიურად ვცდილობ. შარშან დამებლოკა Instagram გვერდი და სამწუხაროდ დავკარგე ის გვერდი და ახლა ახალი გვერდი მაქვს, რომელსაც ჯერჯერობით არ მყავს ბევრი ფოლოვერი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დამემატება. ხელოვნური ინტელექტიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ ჩვენს საქმიანობაში უფრო აი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, შეიძლება იყოს კოპი ან იდეები მოგაწოდოს პოსტის დაწერაზე, ან რილის გადაღებაზე, ან სხვადასხვა ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ უნდა ვიმეგობროთ ხელოვნურ ინტელექტთან, სხვა გზა არ არის. ჩვენთვის მცირე ბიზნესებისთვის და მათი დამფუძნებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აღიარება. აღიარება საზოგადოების მხრიდან, სხვადასხვა
რადიო შოუებიდან, იმიტომ რომ ეს გვაძლევს სტიმულს, რომ შევქმნათ, გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და შესაძლოა სხვა ადამიანებსაც მივცეთ мотивация. პირველ რიგში უნდა გჯეროდეს იმედის, რასაც აკეთებ. გარდა ამისა, ეს გზა არ არის მარტივი და შეიძლება რაღაც ბევრი ახალი იდეა მოგივიდეს, მაგრამ ეს ფოკუსი არ უნდა დაკარგო, რაც მიზნად ქონდა დასახული, რაღაც ქაოსში არ გაეხვე და სწორ გზაზე იარო. ხო, ყველაზე ესეთი გამოსადეგი რჩევა ალბათ არის ის, რომ ის იდეა, რაც დაგებადება, ძალიან მალე გააცნოთ მომხმარებელს და მიიღოთ რეალური ფიდბექი, რა ნამდვილად ჭირდება ეს თუ არა მათ და რა ინფორმაციას გაგიზიარება. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი დრო და ფინანსები დაკარგო იდეის დახვეწამდე, რაც იდეალურამდე მიყვანამდე და შემდეგ გამოტანამდე. როცა სტარტაპი იქმნება და ლოკალურ ბაზარზე თქვათ ვალიდაციას გაივლის, მნიშვნელოვანია რომ მით უმეტეს საქართველოში იმდენად ცოტა მომხმარებელი ყავს, მნიშვნელოვანია რომ რაღაც ვიზრუნოთ ამ სტარტაპის გლობალურ ბაზრებზე გასატანად, იმიტომ რომ ანუ დაფინანსებას ისე ინვესტორისგან მას შეუძლებელიც კი არის რომ მივიღოთ, რადგან ეს მან სტარტაპი უნდა დააფიქსიროს სწრაფი ზრდა, მას მომხმარებლები აკრიფოს ბევრი და ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ წარმატებით შეგვიძლია ინვესტორებთან მოლაპარაკება ბაზარულად. პირველი რჩევა არის, რომ აუცილებლად გააკეთონ ის საქმე, რაც ნამდვილად უყვართ და სიამოვნებას ანიჭებს და არ გააკეთონ ეს საქმე მხოლოდ იმის გამო, რომ თანხა გამოიმუშაონ. მეორე რჩევა არის ის, რომ არასოდეს დანებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საქმეები ისე არ წავიდნენ, როგორც მათი მოლოდინები არის, კვლავ განაგრძნონ ის საქმიანობა, რომელსაც ხელი მოკიდეს და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ. მესამე რჩევა არის, რომ გაითვალისწინონ მხოლოდ გამოცდილი ადამიანების რჩევები, ანუ კონკრეტულად ან იმ სფეროში, ან ბიზნესში გამოცდილი ადამიანის რჩევები, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ დამწყებებს ყველა რაღაცას გვირჩევს და უნდა გავუფილტროთ, რომელი რჩევები მივიღოთ და რომელ რჩევებს უბრალოდ დავეთანხმოთ, მოусმინოთ და გავატაროთ.